სხვადასხვა კუთხიდან სახალხო სიმღერები და საგალობლები შეკრიბა ერთ დისკად. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი და ასევე ეთნომუსიკოლოგი ნინო ნანეიშვილი. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონო ანზორ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს დისკის სახით გამოდის ქართული საგალობლები და სახალხო სიმღერები, თუ იყო მანამდე ფირფიტაზე მსგავსი შემთხვევა ადრე წლებში. იცით, ეს მართლაც არაჩვეულებრივი გამოცემა, რომელიც ფონდმა ქართული გალობა გამოსცა. აქ არის საშობაო და საახალწლო ტრადიციული საგალობლები და სიმღერები. და მე მოусმინე ცოტას და გადავათვალიერე, მე ვფიქრობ, რომ უნიკალური გამოცემა მართლაც. მანამდე იყო კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდში, როცა უკვე ცოტა შეიძლებოდა ეკლესიის ხსენება და გალობის ტელევიზიითა და საინფორმაციო საშუალებებით გაშვება, აი იმ პერიოდში მე მაშინ მელოდიაში მუშაობდი და მელოდიის თანამშრომლებთან ერთად ჩვენ შევადგინეთ საშობაო სიმღერები, უпростоად ალილოები და გამოვაცით ფირფიტების სახით. მაშინ დიდი ფირფიტა იყო ასეთი, რომელზედაც ეს გამოიცა და დიდი მოთხოვნილება იყო სხვათა შორის. უკვე მოსკოვის ვეღარ გძალავდა ამას, იმდენად თავისუფალი საშუალება მოგვეცა ამ სიმღერების შესრულებისა და გამოცემისა და მე ვფიქრობ, ის იყო პირველი გამოცემა, რომელიც ფირფიტის სახით გამოიცა და აი ეს ახლა არის კომპაქტური დისკის სახით, რომელსაც არანაკლები ინტერესი ექნება საზოგადოების მხრიდან დარწმუნებული ვარ. ნინო, უნიკალურია თითქმის ყველა ჩანაწერი, რაც მასზე არსებობს. რამდენად ძველია ეს საგალობლები და საახალწლო სიმღერები და როგორ არიან ისინი მოძიებული? ჩვენ შევეცადეთ შეგვეკრიბა თითქმის ყველა კუთხის ალილო და საგალობელი, რომელიც არსებობდა ჩანაწერი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე გუნდმა სპეციალურად ამ CD-სათვის ჩაწერა ალილო და გიორგი დონაძის დახმარებით შევარჩიეთ ის ნიმუშები, რომლებიც საინტერესო იქნებოდა ფართომსმენელისათვის, როგორც თანამედროვე გუნდების შესრულებით, ასევე საარქივო ჩანაწერები არის ძალიან მნიშვნელოვანი შესრული ამ გამოცემაში. ყველაზე ძველი არის 1967 წლის ივეთ გრიმოს კოლექციიდან ლეჩხუმური ალილო და არის ასევე რამდენიმე გურული უნიკალური ჩანაწერი შესული ბერძენიშვილების გუნდის სიხარული ძეების ეს ცოცხალი ლეგენდა არის მათი ტრიო და რა თქმა უნდა თანამედროვე შემსრულებლები. ცხადია ტექნიკური სხვადასხვა მიზეზის გამო ყველა ღირსეული გუნდი ვერ შევიდა ამ გამოცემაში, თან ძალიან მრავალრიცხოვანია, ასობით ალილო არის ქართულ ტრადიციულ მუსიკაში. სულ რამდენი არის შესული ალბომში? 22 ნიმუში შევარჩიეთ ამჯერად. თუმცა ეს გაგრძელდება შემდეგ. შესაძლოა. ბატონო ანზორ, ალილოების შესრულება საკმაოდ უცნაური ტრადიციაა. რამდენიმე სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ალილოც აქვთ, ხო? თითოეულ სოფლებს დამახასიათებელი თავისთვის. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანია ეს თემა. იცით, ყველა კუთხეში საქართველოს ყველა კუთხეში სადაც ეს ტრადიცია ტარდება, აქვთ არა მარტო თავიანთი კუთხის ალილოები, არამედ ალილოების ვარიანტები. მაგალითად, მე კარგად მახსოვს ჩემს სოფელში, მაკვანეთია ჩემი სოფელი, იქ გავიზარდე. პატარა ბიჭი ვიყავი და ვიცოდი კარგად თვითონაც ვასრულებდი და ჩვენი მეზობლები, მომღერლები სხვადასხვა ალილოს მღეროდნენ. სხვადასხვა სიხარულიძეების სხვა ალილოს მღეროდა, მაგალითად, ვაშალომიძეების სხვა ალილოს მღეროდა, ერქომაიშვილები კიდე სხვა. ესე იგი, იყო ვარიანტები სხვადასხვა. თუმცა ტექსტის შინაარსი მთელი საქართველოს ალილოებისათვის დაახლოებით ერთი და იგივეა. ნინო, მაღალმთიანი რეგიონები არ გამოირჩევა ამ ტრადიციით აქტიურად, ხო? თუმცა მე თვითონ მინახავს რაჭაში ეს როგორ სრულდება. რაჭაში არის კი, რაჭაში არის ეს ტრადიცია, არის რამდენიმე რაჭული ალილო ცნობილი და ნაკლებად ცნობილიც, მაგრამ რაც შეეხება სვანეთს, მაგალითად ხევს, იქ ფიქსირდება მხოლოდ ახლად შექმნილი ნიმუშები, დაახლოებით 1 საუკუნის ასაკის, რაც ტრადიციისთვის არ არის ძალიან ძველი. მაგრამ სამაგიეროდ აქვს საახალწლო სიმღერები, ჩვენ შევიტანეთ, აი აქ არის ანსამბლ ჯვარული შესრულებით ხევში, როდესაც სრულდება დიდება, როდესაც გერგეტის სამებაზე ადიან მსვლელობით შობასაც და ახალ წელსაც და ეს ანაცვლებს ერთგვარად მათ ალილოს უგამობას. რა არის ამის მიზეზი, რატომ არ ასრულებენ? ეს იცით რთული კითხვა არის, იმიტომ რომ იმ ტრადიციას სხვათა შორის დავაკვირდეთ ახლა დავუშვათ ყველა კუთხეში მრავალჟამიერი არ არის, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, სადაც იქ მეღვინეობა ნაკლებად განვითარებული არ იყო.
განვით აი ეს მრავალჟამერი თვითონ სიმღერა, მაგრამ რაც შეეხება ალილოებს, ეს ტრადიცია სხვადასხვა მიზეზთა გამო არ იყო. ერთ-ერთი სხვა შეიძლება ის იყოს, რომ თქვათ მანამდე წარმართობა იყო და უფრო მაგაზია, მაგაზია საუბარი, ძირითადად რომ ქრისტიანობა ყველა კუთხეში ერთნაირად არ შემოსულა, ერთდროს არ შემოსულა. ეს არის მე ვფიქრობ, რასაკვირველია და სადაც ძირითადად დამკვიდრდა ადრე ქრისტიანობა, სადაც შემოვიდა, იქიდან უფრო ადრე ტრადიციული სიმღერები და საგალობლები. იქ სადაც იყო წლების მანძილზე ეს ტრადიციული, რამდენად ინარჩუნებენ დღეს ამ ტრადიციას? მე ვფიქრობ, რომ საკმარისად კარგად ინარჩუნებენ. ახლა მას შემდეგ, რაც ხალხს მიეცა თავისუფლად გამოხატოს ეს დამოკიდებულება ეკლესიისადმი და ქართული გალობისა და საერთოდ ტრადიციების სადმი, ახალგაზრდობა განსაკუთრებით ძალიან ცდილობს და ზრუნავს იმისათვის, რომ ეს ტრადიციები არ დაიკარგოს და ისინი ასრულებენ ამ ვარიანტებს, ეძებენ უძველეს ვარიანტებს ჩანაწერების სახით თუ სეპირი გადმოცემის სახით და ისინი ასრულებენ სხვადასხვა ანსამბლები მაგალითად აგერ ანსამბლი ბასიანია ახლა მას შემოგვიერთებიან რომელსაც რამდენიმე ალილო აქვს რეპერტუარში რამდენი შეიძლება ათეულიც კი ასეა რუსთავი ასეა სხვები სხვა ანსამბლები და ძალიან მოხარული ვარ რომ ახალგაზრდებმა პირდაპირ ყველაფერი გააკეთეს იმის რომ მოიძიონ და აღადგინონ ეს მიძინებული თუ შეიძლება ასე ვთქვათ ტრადიცია და შესრულების ტრადიცია და თვითონ ალილოები და საეკლესიო საგალობლები ასე რომ მომხრევ არ არის ცუდად საქმე თანდათან უკეთესობისკენ მივიდივართ. იმედია უკეთესობისკენ წავალთ, ხელი შემწყობის ზუსტად ეს ალბომიც იქნება მათთვის რომ მოისმინონ და ფრაგონებაც მიიღონ და რა ვიცი კიდევ სხვა კუთხის შეასრულონ. ნინო, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება როდესაც შევაგაყიდვაში ეს ალბომი? ეს ალბომები, როგორც ვიცი, მალე ბიბლუსის ქსელში ასე ვთქვათ, იქნება გაყიდვაში, დიახ. ასევე დაურიგდება სხვადასხვა ორგანიზაციებს საჩუქრად და ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებულ პირებს ადვილად შეეძლებათ მისი მოძიება. დიდი მადლობა ამ ალბომისთვის, დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. წინასწარ მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და მივესალმებით ანსამბლ ბასიანს, რომლებიც არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები და რა თქმა უნდა თქვენთვის, რუსთავი ერისთავის გადაცემის მაყურებლისთვის ალილო შეასრულებენ. გისმენთ. ხუთსამ თვესა
მადლობა, ეს ანსამბლი ბასიანი იყო კახური ალილოთი.